ახსრულების ბიუროს ჰქონდა თურმე გამოსახლების ორდერი, რომ ეს ხალხი უნდა გამოიყვანათ, მაგრამ მე ვერ ხვდები საიდან გაჩნდა დილის 8 საათზე 700-მდე პოლიციელი, 3 ავტობუსის სპეცრაზმი და ასევე ნიღბიანები, ანუ სად მოდიოდნენ? ტერორისტული სპეცოპერაცია იყო? სად მოდიოდნენ? რისთვის მოდიოდნენ? მარტო ხელა დედებთან, სოციალურად დაუცველებთან, მრავალშვილიან დედებთან და აი ასეთ ხალხთან რატო მოდიოდნენ ამ ხელა შეიარაღებით, ამ ხელა ეკიპირებით? ანუ მაინტერესებს ამაზე პასუხი გამცეს მერმა, რომელიც იძახის, რომ არანაირად არ არის ამ საკითხში კომპეტენტური, ნუ რა სისულელეა. აბა ამ ხელა მობილიზაციას რო ახტენ და არსად პოლიცია არ იყო დარჩენილი, ქვევით ავარია იყო მომხდარი და იქედან წავიდა პოლიცია, იმ დონეზე დაცლილი იყო ქალაქი პოლიციისგან და ყველა იყო მოსული, რომ 120 ოჯახი გამოეძევებინათ იმიდან დაანგრეული, როგორც თვითონ იძახის, ავარიული შენობიდან. რა თუნდოდა ამას ამ ხელა მობილიზება და 750 პოლიციელი, რომ მადგა დილის 8 საათზე თავზე ვერ ვხვდები.